სახელითა მამისათა დაძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. მე მინდა დღეს სულ ორიოდე სიტყვით გესაუბროთ თქვენ იმის შესახებ, თუ რა ურთიერთ დამოკიდებულებაშია ადამიანი და დრო. უნდა ითქვას, რომ ქართველი ადამიანი ცხოვრობს დროს გარეშე. იმ დროს, როცა დროს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ეს არის უძირფასესი, რაც მოგცა ღმერთმა. ყველაფერი უნდა მოასწროს ადამიანმა ამ დროს თავისი მისთვის განკუთვნილი დროში. ძველ რომაელებს უთქვამს, რომ აი ესეთი ლათინური გამოთქმა tempore mutantur. Tempore es დრონი იცვლებია. Et nos mutamur in illis. და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მასში. აი როგორ იცვლება დრო? რას ნიშნავს, რომ დრონი იცვლებია და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად? საით მიდის ადამიანი და კაცობრიობა ან ეკლესია? რას აკეთებთ? ვაკეთებთ? რა უნდა გავაკეთოთ? როგორ გამოიყენოთ ეს დრო? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ზედმეტად თავისუფალი ადამიანები ვართ და ფაქტიურად არ გვესმის, რამდენად ძვირფასია დრო. აი აქ ძანდებიან ჩვენი შვილები, ჯარისკაცები. მე მინდა რომ თქვენ იფიქროთ ამის შესახებ. აი ეს დრო, რომელსაც თქვენ გაატარებთ სამხედრო დაწესებულებაში, რას შეგმატებთ თქვენ? რას მიიღებთ? ადამიანმა უნდა მიიღოს ან სულიერი, უпростորად ერთად ორივე, სულიერი და მატერიალური. ხოდა ჩემი აზრით თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი პირველი მეგობარი, პირველი თქვენი თანამგზავრი უნდა იყოს არა რადიო და ტელევიზია და ინტერნეტი, უნდა იყოს წიგნი. წიგნები უნდა იკითხოთ და ეს წიგნები გაგამდიდრებთ თქვენ. ეს წიგნები მოგცემთ თქვენ უნარს, რომ განსაჯოთ სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. აი ამიტომ მე მინდა ვთხოვ ხელმძღვანელებს, მინისტრს უპირველეს ყოვლისა, თვითონ ინტელექტუალურად და მეცნიერულად განვითარებული ბრძანდება და ეს უნდა დანერგოს მან ჩვენს ჯარში. ჯარი უნდა იყოს არა მხოლოდ მცოდნე ომისა და ბრძოლისა, არამედ უნდა იყოს მოაზროვნე და ინტელექტუალური.
მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ვიფიქრებთ თუ რას ნიშნავს დრო ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ მივავთ იმ დასკვნამდე რომ ის დრო რომელიც გამოყოფილია ჩვენთვის ის დრო უნდა მაქსიმალურად გამოიყენოთ უნდა ყველაფერი მოვასწროთ უნდა იჩქაროს ადამიანმა კეთილი საქმების კეთება უნდა ვიჩქაროთ ის რომ გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ ასე რომ აი ომის დროს ყოფილა ისეთი ბავშვი პატარა რომელიც ეხმარებოდა ჯარისკაცებს დაჭრილ ჯარისკაცებს ხო და ეს ჯარისკაცები ყოფილა განთავსებული სკოლაში და როცა დაინახავდა ჯარისკაცს რომ არაფერი არ ხოდა თვითონ ხატაკი იყო ღარიბი იყო და ობოლი იყო როცა დაინახავდა ფანჯარაში ჯარისკაცს ეტყოდა მას დაუყირებდა შენ გამოჯამრთელდები შენ სახლში წახვალ დახავ შენს ახლობლებს შენს დედმამას შენს ოჯახს არ შეგეშინდეს ესე იგი ანუგეშებდა ჯარისკაცებს და დაარქვეს ჯარისკაცებმა დაარქვეს მას მახარებელი როცა არ მივიდოდა ძალიან მოწყენილი იყვნენ ჯარისკაცები და ამბობდნენ რომ ჩვენი მახარებელი დღეს არ მოვიდა აი ყოველი ადამიანი ყოველი ჩვენთაგანი უნდა იყოს მახარებელი თუ შენ შეგიძლია რაღაც ერთი კაპიკი ან პური ან რაღაც გაუნაწილო შენს მეგობარს თუ შენს ახლობელს თუ არ შეგიძლია ამისი გაკეთება სიტყვით მაინც ანუგეშე და ამ იმედმა გადაარჩინა საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელმა დედამ გაშალა თავისი საფარველი საქართველოზე და გადაგვარჩინა ჩვენ დაღუპვას ღმერთმა დაილოცოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ და მე ძალიან მინდა გთხოვოთ რომ იფიქროთ დრო შესახებ და იკითხოთ წიგნები ჩვენთან არის ღმერთი ჩვენ ყავს სასულიერო პირები რომელთაც ჩვენ ვაჯილდოებთ დეკანოზი ვახტანგ ჟორჟოლიანი ახსიოს დაჯილდოებულია მეორე თვის სტარების უფლებით ახსიოს დეკანოზი თომა სოსელია დაჯილდოებულია მიტრის სტარების უფლებით ახსიოს დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე დაჯილდოებულია გამშვენებული
ჯვრის ტარების უფლებით. აქციოს დეკანოზი იოსებ ესაკია დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქციოს დეკანოზი გაბრიელ გიგაური დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქციოს დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქციოს ოქროს ჯვრით, ხო? დელი ვახტანგ ალთუნაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქციოს ღმერთმა დაღლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ და ღმერთმა მშვიდობის შობა ახალ წელი გაგითენოთ თქვენ და საქართველოს. შეგახსენებთ, რომ ხვალ იქნება ნათლობა ჩემი ნათლულების სამშაბათზე დაიწყება რეგისტრაცია და სულ არის 920 ბავშვი. თანდათან მადლობა ღმერთს მატულობს ბავშვები და ჩვენ გვიხარიან ეს და მალე ალბათ დიდ რისკს მიაღწევს ჩვენი ბავშვები. ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა გაზარდოს, უნდა ეტყობოდეს ყოველ ბავშვს, რომ ის არის პატრიარქის ნათლული. ჩვენთან არის ღმერთი. ხვალ არის ბარბარობა. ბარბარაში სწირავს ჩვენი მეუფე ერთ-ერთი მღვდელმთავარი და 5 შაბათს, 4 შაბათს არის ნიკოლოზობა. სამშაბათს საღამოს იქნება ლოცვა აქ სამებაში და 4 შაბათს იქნება წირვა ისევ აქ და მე თვითონ ვწირავ. ჩვენთან არის ღმერთი.